უკვე 1622 წლის ივნისი იდგა, როცა პიეტრო დე ლა ვალემ შირაზს მიაღწია და ვინმე ჰუსეინ ბეგის სახლი იქირავა. ზაფხულის ერთ დილას პიედრო თერცთან მივიდა ახალი ტანისამოსის შესაკერად და ქართველების კარგად მცნობმა იქვე შენიშნა იერით ქართველი, გრძელწვეროსანი კაცი, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელს ჩამოჰგავდა. დე ლა ვალემ იცოდა, რომ ირანში ქართველი მღვდლის ჭაჭანება არ იყო და მიხვდა ეს ერთადერთი ხუცესი ტყვეობაში მყოფი ქეთევან დედოფლის ის მოძღვარი გიორგი იყო, რომელზეც ბევრი კარგი ისმენოდა. გამოკითხვისას თერძმაც დაუდასტურა ამ დარბაისელი ქართველის ვინაობა. პიეტროსთვის დიდი ხნის ოცნებად იყო ქცეული როგორმე დაკავშირებოდა უკვე ლეგენდად ქცეულ კახეთის ტყვედედოფალს. ამიტომ ხელიდან არ გაუშვა ეს შემთხვევითობა და ფარულად დაედევნა უკან მღვდელს. ქეთევან დედოფლის მხლებლებს ყველგან უთვალთვალებდნენ შახის ჯაშუშები და ამის გამო ფრთხილობდა პიეტრო. ბოლოს როგორც იქნა მიუახლოვდა ხუცეს, სპარსულ ენაზე მიესალმა და უთხრა მეც ქრისტიანი ვარო. დედოფლის მოძღვარი თითქოს მიუხვდა ევროპელს განზრახვას და ორიოდე სიტყვის გაცვლის შემდეგ საიდუმლო შეხვედრის ადგილი დათქვეს. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.